მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი გურამ აფსანძე. მე დავით ფიფია და მამუკა ტოროშელიძე დავსვამთ ცოტა მძიმე კითხვებს. ეს არ იქნება ჩვეულებრივი მარტივი ინტერვიუ. დღეს მოგვიწევს 90-იანი წლების საქართველოდან დღემდე გახსენება ყველა იმ საკითხის და გარკვევა, რაც მუსირებს გარკვეულ საზოგადოებრივ ნაწილში. მოგესალმებით ბატონო გურამ. მეც მოგესალმებით. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ახალგაზრდებთან ასე რომ წარმადგინებ. მეც ასე მგონია რომ ახალგაზრდა ვარ, გამახსენდა ჩემი ახალგაზრდება და სიამოვნებით გიპასუხებ კითხვებს. ჩემთვის არ არსებობს რთული კითხვა, ჩემთვის არ არსებობს საშუალო ძნელი, რაც თქვენ რასაც ჩათვლით საჭიროდ, მე მზად ვარ ვაპასუხო ყველა შეკითხვას. მშვენიერი. მაგიტო თქვი თავიდან რომ არ იქნება ადვილი კითხვები, მარტივი კითხვები, ცოტა მძიმე კითხვები, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ბოლო 35 წლიანი წარსული გვაქვს და გვინდა რომ ყველაფერი ერთ-ერთი პირველი პირისგან თქვენგან გავიგოთ, იმიტომ რომ თქვენ იყავით პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ფინანსთა მინისტრი, რაღაც პერიოდში თავდაცვის მინისტრიც, ამას რიგითობით მოყვებით. მაგრამ პირველი გვინდა რა მოხდა 2025 წლის 5 სექტემბერს, იმიტომ რომ საზოგადოების რაღაც ნაწილმა ვერ გაიგო რა უზენაესი ეს რა ქვია ხელისუფლება, რა კანონი, რაღაცა ესეთი იმებს წერენ. ვერ მიხვდნენ რა ხდება, რა ჩატარდა და თუ შეიძლება ამის ირგვლივ რო ვისაუბროთ, დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ წუთას 2025 წლის 5 სექტემბრის შემდეგ. მეგობრებო, 2025 წლის 5 სექტემბერს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა უმნიშვნელოვანესი გარდატეხა. რას ნიშნავს ეს? აღზრდა კანონიერი ხელისუფლება, აღზრდა კონსტიტუციური წესრიგი საქართველოში. დე იურე. ზოგიერთი წერს და ლაპარაკობს, რომ ისედაც აღდგენილი იყო საქართველოში კანონიერი ხელისუფლება, არავის არ გაუქმებია, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას არ დაუწერია განცხადება გადადგომაზე, უზენაეს საბჭო არ დაშლა, მთავრობა არ დაშლა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ყველა კანონიერად და დე იურე მაინც არსებობდა. რა თქმა უნდა ეს ასეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვარსებობდით დე იურე დევნილობაში. კანონიერი ხელისუფლება ჩვენ გავატარეთ დევნილობაში მრავალი წელი. 92 წლის 6 იანვრიდან სულ დევნილობაში ვიყავით, მათ შორის პრეზიდენტი და ჩვენ მაშინ ყველა გვიწოდებდა და დღემდე ვიყავით 25 რიცხვამდე სექტემბრამდე ვიყავით ყველა დევნილობაში. აქ რა მოხდა? თავარი ის იყო, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღვედგინა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი ხელისუფლება, საქართველოს ტერიტორიაზე და არა დევნილობაში. და ეს მოხდა 5 სექტემბერს მოხდა ეს ყველაფერი. ამაში მონაწილეობა მიიღო 32 დეპუტატმა, ქორუმი იყო 23. და ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა, ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ის ხალხი ატყუებს მოსახლეობას, ვინც ამბობს, რომ ჩვენ მაინც აღდგენილი ვიყავით, არავის არ გაუქმებია, დიახ, მაგრამ ჩვენ ვიყავით დევნილობაში და ახლა საქართველოში აღდგა კანონიერი ხელისუფლება და ამას ულოცავ მე საქართველოს მოსახლეობას და ქართულ ხალხს. მოგესალმები მაყურებელს. ბატონო გურამ, თქვენთან მექნება ესეთი შეკითხვა, რატომ იყო 32 დეპუტატი სესიაზე და არის თუ არა ეს საკმარისი კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის ხელახლა ძალაში დასაბრუნებლად? და რა თქმა უნდა ეს საკმარისია, ვინაიდან თქვენ იცით რომ ახალგაზრდები იყავით, მაგრამ მაინც საინფორმაციო საშუალებებიდან იცით, ჩვენ 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული იქნა 250 დეპუტატი, მაგრამ მათ შორის იყო კომუნისტები. მათ შორის იყო ის დეპუტატები, რომლებიც პუტჩის გამო გაირიცხნენ და შეუჩერდათ მანდატები.
კომუნისტები მთლიანად რომლებმაც დაუჭირეს ხარი 1991 წლის 18-20 აგვისტოს პუჩს მოსკოვში ეს დეპუტატები იქნა გარიცხული. ახლა იქ კომუნისტები იყვნენ, მაგრამ კარგი ქართველები იყვნენ, კარგი ვაჟკაცები, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან პუჩს, როდესაც უჭერ ხარს სხვა ქვეყნის პუჩს, მაშინ ესენი უზენაეს საჭომ გარიცხა. ეს დეპუტატები ჩამოაგდა საერთო რაოდენობას. ამის შემდეგ, პუჩის შემდეგ, იცი თქვენ 92 წლის 6 იანვარს მოხდა პუჩი და ვინც პუჩში ღებულობდა მონაწილეობას, ეს ადამიანის პარტია იყო, ბაჟა ადამიანის პარტია. შემდეგ გარიცხული იქნა, შეჩერებული იქნა აგრეთვე ქარტია 91-ის დეპუტატები, შეჩერებული იქნენ სახალხო ფრონტიდან 11 კაცი, შეჩერებული იქნა ტრადიციონალისტთა კავშირი და ამან ყველაფერმა შეადგინა ისე რომ საბოლოო ჯამში დარჩა 100-მდე დეპუტატი. მაგრამ გავიდა 34 წელია გასული მეგობრებო და დაიღუპა ჩვენი დეპუტატები. ზოგი მოკლეს, რამოდენიმე დეპუტატი მოკდა პუჩის დროს და იმის შემდეგ მაშინ 34 წელი გავიდა და ხდება ხალხი და დარჩა სულ დაახლოებით 44 კაცია. ახლა რო ვთქვათ ისეთი დეპუტატი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული მანდატი, 44 დეპუტატია. და აქედან მონაწილეობა მიიღო 32 და 44 დეპუტატიდან 23 არის ქორუმი და ეს ქორუმი აკმაყოფილებდა ყველაფერს აკმაყოფილებდა კონსტიტუციურ ცვლილებასაც, კანონიერი ხელისუფლების აღდგენასაც და ყველაფერი. ეს მოხდა ჩვენ დროს არსებული იმ პერიოდში არსებული კონსტიტუციის შესაბამისად და ამიტომ გამოვიდა ასე რომ 32 დეპუტატი კი არა 25-იც ეყოფოდა 24-იც ეყოფოდა აი კანონიერი ხელისუფლების აღდგენას და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას საქართველოში. ეს არის მიზეზი. ახლა 10 წლის შემდეგ შეიძლება დარჩეს თლად 15 დეპუტატი. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ და რა ის 15 დეპუტატი ვალდებული იქნება რომ ჩაატაროს სესია, ქორუმი შეიძლება იყოს 7-8 კაცი და მაინც უნდა ჩაატაროს სესია. ჩვენ დროს არ იყო ის კანონი რომ ვიღაცა ჩაენაცვლებინა თუ მოგდებოდა ან თუ შეუჩერდებოდა ან თუ გაირიცხებოდა იმ პარტიიდან მაშინ ჩაანაცვლებდა სხვა მომდენო სიაში ვინც იყო, მაგრამ ეს კანონმდებლობა არ მუშაობდა მაშინ და ამიტომ დარჩა ეს და ღმერთმა კარგად დამყოფოს ყველა, მაგრამ ყველა არის თითქმის 70 წელს გადაცილებული, 80 წელს გადაცილებული ხალხი. მე ვარ ჯერ 73 და 73 წელს და ყველაზე ახალგაზრდად ვიცლებოდი მაშინ და ეს ხალხი 80 წლის, 85 წლის ხალხია და ახლა იმას ხო ვერ გავახალგაზრდავებ ჩვენ, ესე იგი თანდათანობით მიდის, ღმერთმა კარგად დამყოფოს, მაგრამ 10 წელიწადში, 15 წელიწადში შეიძლება არ დაგჭირს კანონიერი ხელისუფლების აღდგენი და ეს მოხდა ყველაფერი კანონის დაცვით. და ამ ხალხმა გოლგოთის გზა გამოიარეს ამ ხალხმა. ტანჯვა წამება არ დაუკლია და ახლა ვიღაც საქილიკო გახდა, ვიღაც მათხოვრებისა და ის ხალხი, რომელიც ამ 34 წლის განმავლობაში ვაჭრობისა და იმის ირჩენდა თავს და ერთი ნაბიჯი არ გადაუდგია კანონიერი ხელისუფლების აღდგენის საქმეში და საერთოდ ეროვნულ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ეს ხალხი ახლა ყვირის და ამბობს რომ ესე იგი არ არის კანონიერება აღდგენილი არ უნდა აღდგენათ ამას ჩვენ აღვადგენდითო. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ახლა მათი აღდგენილი კანონიერი ხელისუფლება, რომელსაც არ ყავს 1 და 2 დეპუტატი. მეგობრებო და ვიზია საუბარი ბატონო. ვიზა მე უნდა გითხრათ ჭაბუკაშვილია ესეთი ერთი რომელიც რაღაც ეროვნული რაღაცა გაერთიანება შექმნეს ამას და ესე იგი მათი მიზანი იყო კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. ახლა წარმოიდგინეთ რატო არ მოვიდნენ თქვენამდე? ცალკე თამაშობენ, მაგრამ ეს ხალხი ვინც იმასთან არის ახლა იქ შეიძლება ნორმალური ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ თვითონ ჭაბუკაშვილი გარკვეული წარმომავლობის პიროვნებაა ეს ვინ არის, საიდან არის? მათუძით გარკვეული ამბები მაგრამ. ხო და ამაზე მე არ შევჩერდები, იმის არ დარწმუნებულები, მაგრამ იმასთან არის კიდო გობეჩი არის კიდო იმასთან არის კიდო რა გვარის არის გიორხელიძე წარმოიდგინე ეს ხალხი ეროვნულ მოძრაობას რაღაც ახალ მიმართულებას ქმნიან. გიორხელიძე რომელიც თავის მთელი ცხოვრება შევარდნაძეს ემსახურებოდა, იმის კონტროლის ბაზარდაში მუშაობდა. ეს გობეჩია კი მე როდესაც ციხეში ვიყავი შევარდნაძეზე თავდასხმის გამო 20 წელი რომ მომისაჯეს. გობეჩია 97 წლიდან 2000 წლამდე იყო პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი და პროკურატურის საბრალდებულოს დასკვნა ზვიად გამსახურდიაზე ჩემზე ეს ასწორებდა სტილისტურად.
ეს ბავშვობიდან სუკის აგენტი ეს. და ახლა ესენი იძახიან რომ ესენი არიან ეროვნული მოძრაობის საოცრება ხდება საქართველოში მეგობრებო. პირდაპირ ვაცხადებ რომ ეს კაცი არის ბავშვობიდან აი ჟურნალისტს ამოფარებული ჟურნალისტიკას ამოფარებული სუკის აგენტი და ბოლოს იმ დროს როდესაც მთელი ეროვნული მოძრაობის ჩვენი ბიჭები ციხეში იჯდნენ და ციხეს საკნებს ხეხავდნენ ეს კაცი იყო პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი დღეს ეროვნული მოძრაობის იმად გვევლინება ლიდერად რა ну ამას ხომ უნდა გაეცეს პასუხი და თქვენ ფსევდოლიდერია რა არის ყველაფერი დაერქმევა და ყველას დაერქმევა ის სახელი რომელსაც იმსახურებს უბრალოდ ბატონო გურამ მინდა ერთი შეკითხვა კიდევ ჩაგეკითხოთ კითხვაში სად და როგორ მოხდა დეპუტატების გარიცხვა სად იყო ეს ყველაფერი სად შეიკრიბა მაშინდელი უზენაეს საბჭო და როგორ მოხდა ეს ყველაფერი უზენაეს საბჭო როდესაც პუჩის პერიოდი დაიწყო იმ პერიოდშიც გაირიცხა ბევრი უზენაეს საბჭოს სესია ჩადარდა ეგრეთ წოდებულ ბუნკერშიც ხო და იმის შემდეგაც უზენაეს საბჭომ სესია ჩაადარა გროზნოში მსგავსგამსახურდია მაშინ როდესაც გროზნოში იყო და იქიდან იქნა გაცხრილული ესენი შეჩერებული იქნა გარიცხული იქნა ესენი და ყველა მიცის ეს რომ ვინ არის ახლა ცოცხალი ყველა მიცის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო მაგრამ როდესაც დაურეკეთ და უთხარით ბატონ თენგიზკუბლაშვილს კაც არითმია აქვს, კაც ინფარქტია გადატანილი, ინსულტია გადატანილი და ესე იგი მე მაინც მოვალო და თქვენ ხედავდით იქ ალბათ ახალგაზრდები იყავით და ხედავდით თუ რა მდგომარეობაში იყო ხალხი, მაგრამ მაინც მოვიდა და თავისი მოვალეობა შეასრულა ქართული ერის წინაშე. მეგობრებო. დავამატებ ბატონო გურამ, ბატონმა ბოლოს ესე დაგვიბარა, რომ ვეღარ შეძლო ბოლომდე დასწრება, მაგრამ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო მაგ დროს და ინტრიგნებს ყურადღება არ მიაქციოთ. და ესე წავიდა. და ინტრიგაც იყო იქ. იმიტომ რომ ეს ხალხი რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს ზუსტად გამსახურდიას ხელისუფლებასთან მე გეგმები იქ იყო კიდე ერთი ორი კაცი იმაზე თუ საჯარო გახდა ვიტყვი მაგრამ ის ხალხი არც ბუნკერში ყოფილა არც გროზნოში წასულან არც ზუგდიდში ყოფილა არც იმის შემდეგ ბრძოლას ვაგრძელებდით ჩვენ მთელი 10 წლის განმავლობაში ის 2003 წლამდე ხომ არსად არ მიუღია ამ ხალხს მონაწილეობა და ახლა იძახიან რომ რა უნდა იცი ეს ჩვენ უნდა აღვედგინაო ესე იგი ამათ პური წაერთვათ რა ესე იგი როგორ გააკეთა ახლა უზენაესმა საბჭომ როდესაც მათი მიზანი იყო იმ გაერთიანების რაღაც ჭაბუკაშვილთან ერთად რო არიან ეს აგენტები რო დაგისახელე იმათი მიზანი იყო ეს ამას ჩვენ აღვადგენდით რომ მე როცა დრო მოვიდო და ამისო და რატო სავაჭროთ უნდა გამოიყენო ხო რა ეს უნდათ მაგრამ ვისთან ერთად აღადგენენ ერთ დეპუტატი არ ყავს გაცო ეს რო აღადგინო კანონიერი ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა გიჯერდნენ მხარ თორემ ისე ხო არ არის ეს კაცო მოხვიდე და აღადგინე მიდი და აღადგინე ვინ გიშლის ხელს სად იყვნენ აქამდე ამდენი ხნის განმავლობაში ეს უფრო სად იყვნენ და ფულს აკეთებდნენ ყველა ესენი როდესაც ჩვენ დევნილი ვიყავით როდესაც ციხეებში იყო ჩვენი ხალხი ესენი თანამშრომლებდნენ ხო გითხარით ზოგი კონტროლის პალატაში მუშაობდა ზოგი პროკურატურაში მუშაობდა ზოგი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ზოგი ფარულად მუშაობდა სუკის ნომრიანი აგენტებია ეს მათხოვრები და ესენი ახლა იძახიან იმას რომ ჩვენ ესე იგი არაკანონიერად მოახდინეთ ეს მოდი და შეგვისწორე მაშინ რა არის კანონიერი და რატომ არის არაკანონიერი როდესაც 44 დეპუტატი მთლიანად არის საქართველოში და აქედან 32-მა მიიღო მონაწილეობა 23 არის ქუორუმი რა გინდა შენ ძალიან ეცადნენ რომ ბლოკირება გააკეთებინათ მაგრამ ვერ გააკეთეს მეგობრებო ამდენი ხნის განმავლობაში რატო ვერ შედგა მათ დეპუტატების შეკრება 34 წელი გავიდა მას შემდეგ ხო ახლა უყურეთ თქვენ კანონიერების აღდგენის საკითხი ჩვენ რო დაგვეყინებინა ეს რატომ მაინც და მაინც ახლა დიახ ამასაც ეს ძალიან სერიოზული რატომ დღეს სერიოზული შეკითხვაა ეს ესე იგი 1 წლის უკან 2 წლის უკან ჩვენ რომ დაგვეწყო კანონიერი ხელისუფლების აღდგენა და ეს პროცედურა ჩაგვეტარებინა რაღაცა მე რა რო აღადგინე ესმის ამას რო აღადგენ ამას უნდა მოყვეს თავისი ყველაფერი ეს კანონიერი ხელისუფლება აღდგეს ყველა ატრიბუტი უნდა აღდგეს უნდა ფორმირდეს მთავრობა უნდა იყოს მთელი სტრუქტურები ჩამოყალიბებული და ყველაფერი და მაინც უნდა გცნოს საზღვარგარეთის ქვეყნებმა და საქართველოს მოსახლეობამ და მაინც ახლა რატომ ეს იყო ჩემი წინადადება რა ის მაინც იმიტომ რომ საქართველოს შეიქმნა სასწაული მდგომარეობა ამის მსგავსი
სასათურე მდგომარეობა არ ეხნებოდა კანონიერ ხელისუფლებას არასდროს, არც მომავალში და არც მანამდე ქონდა. და რა არის ეს? თქვენ იცით რომ ევროპის ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა არ აღიარა დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია. არ არის ლეგიტიმური თუ 4 თუ 3 სახელმწიფომ აღიარა მხოლოდ. ამერიკის შეერთებული შტატებიც არ აღიარებს. ამავე დროს ოპოზიციის რეიტინგი არის, რა ვიცი, პლინტუს ქვემოთ არის დავარნილი. ესე იგი, ხელისუფლებაში არის ვაკუუმი და ასე დროს თუ ხარ პოლიტიკოსი და თუ ფიქრობ საქართველოს მომავალზე, რა უნდა გააკეთო? მაშინ არის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც აღსდგა და ეს ლეგიტიმური ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ამაში აქტიური მონაწილეობა, რომ საქართველოს გადაარჩინოს. არალეგიტიმური ხელისუფლება სანამდე იარსებებს, გესმით? და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ გვცნობს ევროპის ქვეყნები, ჩვენ გვცნობს ამერიკის შეერთებული შტატები. გვცნობენ ჩვენ, იმიტომ რომ ლეგიტიმური ხელისუფლება ვართ ჩვენ, ძალით დამხობილი ხელისუფლება ვართ და პერიოდულობის დარღვევით. და ყველაფერი იმის დარღვევით, პერიოდულობის დარღვევით. მანამდე რაც ტარდებოდა არჩევნები, ესე იყო ყველა პუჩის სამართალმემკვიდრენი იყვნენ. კი, იყვნენ ფაქტიურად ცნობდნენ ამას ყველა სოფლიოს ყველა ქვეყანაში გაეროშიც ცნეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ ლეგიტიმურები. მაგრამ ამ ლეგიტიმაციის ხარისხი უფრო გართულდა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, როდესაც ისინი ერთი მხრივ პუჩის მიერ დანიშნული არჩევნებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და მეორე მხრივ ის არჩევნებიც გააყალბეს, გესმით? და ამიტომ ცნეს ის არალეგიტიმურად და არა იმიტომ რომ ის პუჩის სამართალმემკვიდრე იყო და აი ამან გადაგვაწყვეტინა ჩვენ რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს სწორი გადაწყვეტილება, ეს არის დროული გადაწყვეტილება და ჩვენ გვჯერა რომ ამ ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ჩვენს ხელისუფლებას ცნობს ევროპის დემოკრატიული ქვეყნები. სხვა გზა მაგათ არა, თუ იმას არ ცნობ, მაშინ საქართველოში არის აგერ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, გესმის მეგობრებო? და ეს არის რო არ მოსწონთ ამ ზოგიერთ ვაი ანუ ოცნებასთან შეკრულ ხარს. ხო, ოცნებასთან და პირდაპირ გეტყვით, არც ერთს არ მოსწონს ეს ახლა ჩვენ რომ გამოვიდით აი ამ მდგომარეობაში, მაგრამ განსაკუთრებით ის ვინც მართულია ახლა ეროვნული იმის ძალები, ახალი ძალები, ამოფარებული ვიღაცები, ისინი ამბობენ რომ რაგო ეს ხო აღდგენილი იყო და აღდგენილი კი არა. ახლა მაგალითსაც მოვიყვან. ბატონი ზუსტად გამსახურდია, გახსოვთ თქვენ ის 1993 წლის 24 სექტემბერს ჩამოვიდა საქართველოში. ხო? დიახ. მაგრამ ბატონი ზუსტად ჩამოსვლამდე რა იყო, რა უძღოდა ამას წინ? ბატონმა ზუსტადმა თხოვა ჩვენ და საქართველოს მოსახლეობის ესე იგი მოთხოვნის გარეშე მე საქართველოში არ ჩამოვალ და საქართველოში მოსახლეობამ დაახლოებით 350,000 ხელმოწერა გააკეთა და გაუგზავნეს, მიუტანეს ბატონ ზვიადის, რომ ჩამობრძანდით საქართველოში. ამის შემდეგ ბატონმა ზვიადის კარნახით ჩატარდა უზენაეს საბჭოს სესია 1993 წლის 2 სექტემბერს და ამ სესიაზე იყო ერთი საკითხი მხოლოდ. ჩამობრძანდეს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში და შეუდგეს თავის უფლება-მოვალეობის შესრულებას. გესმით? ვინაისებოდა სესიას რამდენი დეპუტატი? ყველა სრულყოფილი იყო, დაახლოებით 60 დეპუტატი, თუ 70 დეპუტატი, მაშინ უფრო ის იყო, ქორუმიც იყო და ყველაფერი. წარმოიდგინეთ, ზვიად გამსახურდიაც კიდო არა განცხადება არ ქონდა დაწერილი, არავის არ გადაუყენები, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლას სესია დასჭირდა, რომ იმიტომ რომ ის დევნილობაში იყო, მეგობრებო. ეს გაითვალისწინეთ მე ვეუბნები იმ ბრიყვებს, რომლებიც აუცილებენ რომ ის მაინც აღდგენილი იყო. რა ზვიად გამსახურდია რა პრეზიდენტი არ იყო, მაგრამ ის იყო დევნილობაში და უზენაეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩამობრძანდეს და შეუდგეს თავის სამსახურებო მოვალეობის შესრულებას საქართველოში, საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ეგრეთ წოდებული ჩამოტყუებაზე არის? ხო, ეს ჩამოტყუების ამბავია. ზვიადიც იყო დევნილობაში, კანონიერი ხელისუფლება, მაგრამ უზენაესმა საბჭომ მაინც მიიღო ის გადაწყვეტილება, ეს ასე იყო საჭირო. დევნილობაში კი არა, საქართველოში შეუდგეს თავის სამსახურებო მოვალეობის შესრულებას, ვისაც უნდა ნახოს და წაიკითხოს 1993 წლის 2 სექტემბრის დადგენილება უზენაეს საბჭოში. ბატონო გურამ, ეს პრეზიდენტის ის ჩამოსვლა ხომ არ არის, რომელსაც ისევ და ისევ გარკვეული საზოგადოების ნაწილი
თქვენ გაბრალებთ როგორც პრეზიდენტის ჩამოტყუებას გურამ აფსანძემ ჩამოიტყუა პრეზიდენტი და ნუ შემდეგ სასიკვდილოდ გაიმეტეს. დიახ, ეს არის მეგობრებო, მაგრამ ახლა მე ერთ გეტყვით, ახლა მე თქვი ის შესავალი გავაკეთე, რომ თუ რატომ ჩამოვიდა ზვიად გამსახურდია. ესე იგი, ზვიად გამსახურდია ჩამოსვლისათვის ნიადაგს ამზადებდა. პირველი ის რომ ხალხმა უნდა მოითხოვოს მე რომ ჩამოვიდეო და ეს ხალხის მოთხოვნა 350,000 ხელმოწერა მიუტანეს. შემდეგ ამის შემდეგ უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ ჩამოვიდეს და შეუდგეს თავის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. ამის შემდეგ იყო ზვიად გამსახურდია მე დამერეკა და მოსვლა მთხოვა გროზნოში მივედი და მითხრა გურამ შენ უნდა უზრუნველყო ჩემი ჩასვლა საქართველოში. მე ვთქვი როგორ მე თქვენ გავს ეგერ დაცვა არის პრემიერი არის გვარდია არის რა ვიცი 1000 სამსახურები მაინც და მაინც არაო პირდაპირ ვიტყვი ბევრჯერ მითქვია და პირდაპირ მიმავრებ მე გენდობი შენ და შენ უნდა უზრუნველყო და გადაწყვიტე ეს საკითხი რაც შეიძლება მოკლე დროში რაც შეიძლება მოკლე დროში მაქვს ინფორმაცია რომ შეიძლება შევარდნაძემ ჩააბაროს აფხაზეთიო ამასთან დაკავშირებით ძალიან თქო მოკლე დროში უნდა გადაწყვიტო ეს საკითხია მე რა უნდა მეკნა მეგობრებო ერთხელ ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა მაგრამ მეორე მხრივ წარმოიდგინეთ თქვენ ახლა რომ ეს არ გამემართლებინა მე და რაღაცა მოხსნოდა ზვიადის რაღაცა მოსვლოდა ნუ ზვიადისთან ერთად მეც ყოველ ვიყავი მეც მომივიდა ის რაც უბედურება დაუშვათ მე რაც წარმოვიდგინე ხომ მაგრამ ბედნიერი კაცი ვიყავი მე მაშინ და ახლაც ბედნიერი ვარ რომ ზვიადი მეს მემთხოვა და თავისი საკუთარი სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნია და საქართველოს ბედი მე მანდო მე იმიტომ რომ ზვიადის ბედი თავისი ბედი მე რომ მანდო ამით საქართველოს ბედიც მანდო იმიტომ რომ ზვიადზე იყო ბევრი რამე საქართველოს დამოკიდებული ეს ვერ მოინერა ზოგიერთებმა ეს წარმოიდგინეთ რატომ შენ რატომ სხვას მეც ვეკითხები რატომ შენ არ დაგავალა ხო ხარ ეგერ გვარდია ხო იყავი რა ქვია მთავრობის სხვა წევრები არისო დაცვა არისო რატომ მაინც და მაინც მე იმიტომ რომ მენდობოდა მეგობრებო გაიგეთ ეს თქვენ ბრიყვებო თქვენ ავცელებთ ისეთ ჭორებს ავცელებთ მე ჩამოვიტყუე ზვიად გამსახურდია ჩამოვიტყუე კი არა თქვენ ისიც ვერ გაგიგიათ რა ვინ იყო ზვიად გამსახურდია მან ის ჩამოვიდა საქართველოს გადასარჩენად მან თქვა რომ ჩავიდე ჩქარა ჩააბარებ შევარდნაძე აფხაზეთსო და ასეც მოიქცა შევარდნაძე ჩვენ მოვასწარით მაგრამ უკვე 24 სექტემბერი იყო და 27-ში შევარდნაძემ უკვე ჩააბარა აფხაზეთი ჩვენ გავედით ფრონტის ხაზზე მაგრამ მაინც ეს გაყიდა იმან და თქვენ წარმოიდგინეთ მეგობრებო რომ ესენი ამით მე კი არ მომცირებენ მე კი მაგალითად მიზახიან მაგრამ ესენი ზვიად გამსახურდიას ამცირებენ ესენი ზვიად გამსახურდია ასე შეეძლო გურამაფსანძეს მოეთყუებინა აბა წამოდი შენ ასე შეეძლო სხვებსაც მოეთყუებინა ეს არის ზვიადის დამცირება ეს არის კრეხელობა თქვენ რასაც აკეთებთ ამას ოჯახის წევრებიც უწყობენ ხელ ზოგიერთი გვარს არ დავასახებებ და რა არის რა ხდება მითხარით მეგობრებო თქვენ ზვიადი როგორ კაცად გინდა წარმოადგინო თქვენ ეს იყო ერისთვის თავშეწირული კაცი და თქვენ გურამაფსანძეს ჩამოტყუებული ზვიად გამსახურდია გაწყობთ გეკითხებით ყველას ვინ წერთ რომ ზვიადი ჩამოიტყუა მე თუ ჩამოვიტყუე მე მიუყვანე იმას რობიზონს და იმათ მოვაკლევინე არა ვაი თქვენს პატრონს უბედურთ შეაფასეთ საკუთარი თავის თუ არიცით თუ არ ყოფნით აზროვნება და თუ სუკის რა ქვია ინფორმაციას ავწერებთ ესეც თქვით ეს არის სუკის მიერ შეთხზული ჩემი კომპრომენტაციის გამო იმიტომ რომ სხვა ვერ მომიძებნეს ვერაფერი საკუთარ თავს ხო არ ვიქებ კაცო ახლა მაგრამ გეუბნებით რომ იმ თავრობიდან არავინ არ დარჩა კაცო ჩემს გარდა არავინ არ დარჩა ვინ თავრობაში იყო არც ბუნკერში პრემიერ-მინისტრი როცა თქვენ დაგიბარათ ბატონო ზვიადი პრემიერ გუგუშვილი იყო და შესაბამისად როდესაც მოიწვიეთ რუზენ არავინ არ იცოდა ეს არც გუგუშვილმა იცოდა არც უზენაეს საბჭო ნემობურჯულაძე ხელმძღვანელობდა უზენაეს საბჭოს რა მაინტერესებს უზენაესმა საბჭომ როდესაც მიიღო გადაწყვეტილება ზვიადი როცა გამოიძახეს მოვალეობის შესასრულებლად საქართველოში ეს დეპუტატები რო შეიკრიბნენ და სესია რო შედგა მაშინ ხო ეს უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე იყო ნემობურჯულაძე ასრულებდა ნემობურჯულაძე არც ერთი დეპუტატი არც ერთი მთავრობის წევრი ახლა ვინც იძახეს კიდო
რომ ზვიად გამსახურდია ჩამოიწყვიოს რაღაცა, ესენიც ესრებოდნენ. არა პირიქით, ფეხზე ადგომით 1 საათი უკრავდნენ თავს, რომ ზვიადი ჩამოვიდეს უნდა და შეუდგეს თავის სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას. და წარმოიდგინეთ, მე შევასრულე ის, რაც უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რაც ხალხმა მისწერა ზვიად გამსახურდიას და რაც ზვიად გამსახურდიამ თხოვა მე. და მე ამით ჩემი თავით ჩავიგდე კაცო, იმაში არა, ჩვენ ბატონო გურამ არც გვაქვს წარმოდგენა და ცოტა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს, რომ ზვიად გამსახურდია შეიძლება ესე მოეტყუებინა ვიღაცას, თუნდაც გურამ აფსანდეს, წამოდი ზვიადი, ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის. ყოველ ამას იმიტომ გაყოლებთ კიდევ ერთხელ, რომ რაღაც აი თუნდაც ახალმა თაობამ აი სწორები მისდის და პირველი პირიდან გვინდა რომ ეს ყველაფერი ცოდნოდათ და ძალიან საინტერესოა. ჩვენ არის ეს რაღაცები გაავრცელეს კიდევ იმ პერიოდში ავრცელებდნენ ამას. ესე იგი ზვიად, როდესაც ზვიად გამსახურდია და გურამ აფსანძე აფრინდაო გროზნოდან, წარმოიდგინეთ თქვენ, შევარდნაძე იხედებოდაო საათზე, აი რომელ საათზე დაждდებიანო სენაკში. აღარ თქვენ. და კაცი მეუძება, დეპუტატი მეუძება, 2 დეპუტატი ამას ჩვენ. ბიჭო მეთქი, თქვენ რას ფიქრობთ მეთქი ეს? ვის უნდა ეთქვა შევარდნაძეს მეთქი? ეს იცოდა ზვიად გამსახურდიამ და ვიცოდი მე მეთქი. სხვამ არავინ არ იცოდა. ოჯახის წევრებმაც არ იცოდა, არც დუდაევმა იცოდა, არც არავინ არ იცოდა. ორმა კაცმა ვიცოდი. რას ფიქრობთ მეთქი, ზვიადი ეთყოდა მეთქი შევარდნაძეს ამას? არაო. აბა მაშინ გამოდის რომ მე მეუბნებით რომ მე უნდა მეთქვა შევარდნაძეს, სხვას ვინ უნდა ეთქვა? დაფიქრდნენ და ხო ფიქრობთ ასე მეთქი და ნუ ლოგიკურად ასე არისო. და მე ვუთხარი მაშინ კიდევ ერთხელ გიმეორებ. მე იმ თვითნავში ჩავჯდებოდი მეთქი, ზვიადი რო იჯდა იმ თვითნავში, თუ ამას მე შევარდნაძეს ვეთყოდი, ხო და ხო გარანტირებულია რომ ჩამოაგდებენ, ხო კაც ზვიად გამსახურდი მოსახლეობა დაჭრდა. შევარდნაძე და ბოლოს მაინც მოკლა რა. და მე ვუთხარი მე იმ თვითნავში ჩავჯდებოდი მეთქი, თავს მეც მოვიკლავდი მეთქი კაცო. აუ ესო და დაასახელეს ერთი ქალბატონი, ამან მოგვატყუაო ჩვენო. წარმოიდგინე ამ დონეზე, ესე იგი ამ დონეზე რომ მე შევარდნაძეს შეუთანხმე ეს და მე იმ თვითნავში ჩავიჯდები და მეც თავს ვიკლავდი და ზვიადისავს ვკლავდი. წარმოიდგინეთ? ხო შეიძლება თვითმფრინავი არ ჩამოეგდოთ, მაგრამ სენაკში აიყვანათ. თქვენ გადარჩებოდით და ზვიადის აიყვანდნენ სენაკში. ხო შეიძლება ეს ვერსიაც. კი, მაგრამ ეს ვერსია ნუ ფაქტია რომ არ აუყვანიათ. ხო, რა ფაქტი მოხდა, ხო ვიცით რომ არ აუყვანიათ რა. მაგრამ ასე არისო. ზვიადის სენაკში ვინ დასვამდა კაცო? იქ ჰაერში აგაფეთქებდნენ და გასავდა რა. რა დასმა იყო საჭირო? სენაკის დასმა იყო. ცოცხალი ზვიადი არავის არ ჭირდებოდა, ცოცხალი ზვიადი უნდა და ვერ ხედავდი სარიშვილი რას გაკიოდა. ცოცხალი აქედან არ უნდა გავიდეს. ცოცხალი არ გავიდეს, ეს სარიშვილის სიტყვები კი არ იყო. ეს იყო შევარდნაძის სიტყვები და შევარდნაძეს არაფერს არ ამბობენ. ვინც მოკლა იმაზე არაფერს არ ამბობენ, ვინც დაგეგმა ეს მთელი ის არის, მთელი სისტემა იყო შექმნილი ზვიადის და გურამ აფსანძეს დაბრალებს და მას გურამ აფსანძეს, რომელმაც თავი გასწირა, მეტი რა უნდა მექნა, მე სხვა არ ვიცი, მეტი რა უნდა გამეკეთებინა. აი ეს არის ჩამოტყუებასთან დაკავშირებული. კი ბატონო. არავის არ ჩამოუტყუებია, ეს არის ზვიადის, რა ვიცი, ლაფში გასვრა ზვიადის ღირსების შელახვის საკითხი და ამავე დროს ჩემიც მე ცოტა ამას ჩემთვის არ აკეთებენ ამას. ზვიადის გასანადგურებლად აკეთებენ ეს, იმიტომ რომ ეს ყველას დამჯერი იყო, ასე აფსანძე მოვატყუა, კიდევ ვიღაცა მიდიოდა მოვატყუებდა იქ და ასე. ხო, იმისი არ იყო. ზვიადი სუსტი პოლიტიკოსი იყო. ხო, სუსტი პოლიტიკოსი იყო ზვიადი. იმას ვერ წარმოუდგენიათ, რატო ჩავიდა ზვიად გამსახურდია იქ. ამას ყვები კიდევ ერთ საქართველოს გადასარჩენა, აფხაზეთის გადასარჩენად ჩავიდა ეს კაცი და ეს რომ გაიგო შენ უნდა იყო იმ დონის მაინც ნახევარი უნდა იყო, სულიერად უნდა იყო ზვიადისთან ახლოს. თორემ ასე და ახლა ვიღაცა ჭაპუკაშვილი და ვიღაცა შაშიაშვილები რაღაცებს ყვებიან აქ ზღაპრებს და გადაგურა დავუბრუნდეთ 2025 წლის 5 სექტემბერს. დიახ. ერთხმად 32-ვე დეპუტატმა უზენაესის საბჭოს წევრმა მიიღო ხმა მისცა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციას. ეს შევიდა ერთხმად, იმ წუთას ამოქმედდა და შემდეგ თქვენ დაგევალათ დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით აბსოლუტური პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შეთავსება.
დროებით. მოვალეობის შესრულება. მოვალეობის შესრულება, კი ბატონო. მაგრამ ამბობენ ისევ და ისევ გარკვეული ნაწილი, რომ გურამ აფსანძემ თავი დაინიშნა და მოადგილედ დანიშნა ბატონი მერაბ ჩუხუა. ამასაც რომ ფარ დავხადოთ და კიდევ ერთხელ გავაგებინოთ საზოგადოებას, რა მოხდა, როგორ აგირჩიეს და რამდენი რა დროით. მეგობრებო, ესე საერთოდ ჩუხუა რაშუაში აქ ყველა იქ ესწრებოდა უზენაეს საბჭოს წევრები და ეს ტელევიზიით გადაიცა და ყველაფერი და ჩუხუას არავითარი თანამდებობა არ დაუკავებია აი ამ სესიასთან დაკავშირებით არც უზენაეს საბჭოს დეპუტატებს დაუვალებიათ მთავრობის მოადგილის თანამდებობის შესრულება და არც არაფერი. ჩუხუა, მერაბ ჩუხუა დანიშნა ზვიად გამსახურდიამ 1992 წელს ზვიად გამსახურდია რომ დევნილობაში იყო 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის თელ ტერიტორიაზე პოლიტიკურ წარმომადგენლად წმუნებულად ზვიად გამსახურდია. ეს არის ზვიადის მანდატი, რომელიც გააჩნია მერაბ ჩუხუას და ამ მანდატით მოქმედებს ჯერჯერობით მერაბ ჩუხუა. ეს მანდატი მაგას ექნება სანამ 100 წელი იცხოვროს და სანამ ცოცხალია და ზვიად გამსახურდიაზე ვერ შეცვლის მაგას. ეს ერთი საკითხი რომ ესეც კიდევ მე ესე იგი გაბითურებად უნდა და ამ სესიის რაღაც დაინიშნა ჯერერთი გურამ აფსანძე ვის ნიშნავს და როგორ გურამ აფსანძე ვიმეორებ. ახლა გურამ აფსანძეს რაც შეეხება. გურამ აფსანძე არავის არ დაუნიშნია. გურამ აფსანძე დანიშნა 34 წლის უკან ზვიად გამსახურდია. და პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი და ვერავინ ვერ მომხსნის სანამ ზვიადი არ გაცოცხლდება, ხო? ანდა მივალ იქ მეც ერთ დროს და იქ დავილაპარაკებთ მე თუ როგორ ვასრულებდი ამ მოვალეობას. ხო და არც შეუძლია არავის პრემიერ-მინისტრის დანიშვნა. ჩვენი კანონმდებლობით, ჩვენი კონსტიტუციით, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით პრემიერ-მინისტრს ნიშნავს პრეზიდენტი. პრეზიდენტი თუ ცოცხალი არ არის, მაშინ მის მოვალეობას ასრულებს უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე. უზენაეს საბჭოს თავმჯდომარეც არ ყავს ჩვენ და არ ყავდა. გასმით? მოადგილე იყო ნემო ბურჭულაძე. ახლა ისიც არ არის უცხოეთშია, ხო, წასული. არავის არ შეუძლია მანამდე პრემიერის დანიშვნა ვიდრე პრეზიდენტის ინსტიტუტი არ აღზრდება საქართველოში კანონიერ ხელისუფლების მიერ. და ახლა ვის უნდა დავენიშნე მე? კი არ დამნიშნეს არამედ მე ვასრულებდი ამ მოვალეობას და მოვალეობის შემსრულებელი. მოვალეობის შემსრულებელი მაინც ვიყავი დამევალა ეს ხო? პრემიერი არ იყო, არ არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც თვითონ გადადგა იმ პერიოდში 94 წელს ზვიადის დაღუპვის შემდეგ და ეს გადადგომა უზენაესმა საბჭომ სესიაზეც დაამტკიცა, ვინაიდან ის გადადგა იმიტომ რომ სხვა ქვეყნის მთავრობაში იყო უკვე მონაწილეობდა ბატონი ბესარიონი და თვითონ დაწერა განცხადება და მე უზენაესმა საბჭომ რა ქვია მიიღო ეს გადაწყვეტილება და იმის შემდეგ დავრჩი მე მისი პირველი მოადგილე და ახლა 34 წელიწადია დევნილობაში, ციხეში, ტანჯვა, წამებაში გამოვიარეთ ეს ყველაფერი. ხო და ახლა მოხდა სესია, სერიოზული სესია ჩატარდა და ამ სესიაზე მე დამევალა მოვალეობის შესრულება და მთავრობის წევრების ფორმირება. აი ეს არის რაც არავინ არ დანიშნულა და ეს მე ამ ფუნქციას ვასრულებდი და ახლაც ვასრულებ და იმ დავალებასაც შევასრულებ წინვალედ ჩვენი მტრების ჯინაზე და მოყარეს რო გაუხარდება ის. ბატონო გურამ, რა მაინტერესებს ეს გადაწყვეტილება, რომელიც 5 სექტემბერს შედგა. სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით აღდგა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია და ხელისუფლება, რომელიც იყო კანონიერი. ამ ხელისუფლებას და თქვენ დაგევალათ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თქვენ თუ შეგიძლიათ და ამ ხელისუფლებას შეუძლიათ თუ არა მომავალში არჩევნების, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა? დიახ, ეს სერიოზული საკითხია, დიახ შეუძლია. მაგრამ ახლა საქმე იმაშია რომ ჩვენ მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ. კანონიერი ხელისუფლება, უზენაესი საბჭო, კანონიერი ხელისუფლება მთლიანად იმ შემთხვევაში დანიშნავს არჩევნებს, თუ ის გარანტირებული იქნება, რომ ხელისუფლებაში მოვა ეროვნული ძალები. თუ მოვა ხელისუფლებაში ეროვნული ძალები, მაშინ დანიშნავს კანონიერი ხელისუფლება არჩევნებს
და ლეგიტიმაციას გადასცემს ამ ეროვნულ ხელისუფლებას. თუ ეროვნული ხელისუფლება არ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ ხელისუფლებაში მოვა ეროვნული ძალები, მაშინ კანონიერი ხელისუფლება არ დანიშნავს არჩევნებს, ვინაიდან ეს არის ის განძი, ჩვენ რაც გვაქვს ლეგიტიმაცია, ეს უნდა გადაეცეს ჩვენს მომავალ თაობას და იმ შემთხვევაში, სანამ საქართველო იარსებებს და მოვა დრო, რომ ეროვნული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში და იმათ უნდა გადაეცეს ეს ლეგიტიმაცია. სხვა შემთხვევაში მე კატეგორიული წინამძღოლი ვარ, ეს საუბარი მქონდა დეპუტატებთან, ისინი ყველა თანახმარიან ამაზე, არავის არ გადაეცემა ლეგიტიმაცია, ვინაიდან ბატონო გურამ, როგორ ფიქრობ, დღეს არსებული ოპოზიციის შემხედვარე, ქართულ ოცნებაზე საუბარი ზედმეტია, გასულია ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩო და 78 მუხლი ავიღოთ, ეს რომელიც შევარდნაძის მიერ მიღებული კონსტიტუცია და გადაკეთებული მათ მიერ კობახიძის მიერ, ამასო თავი დავანებოთ, ამ კონსტიტუციიდანაც კი გასული არის ყველანაირი ჩარჩო და შესაბამისად, დღეს ხედავთ თუ არა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, არსებულ ოპოზიციურ პარტიებზე მაქვს საუბარი, რომ მათ აინტერესებთ ეროვნული იდეოლოგია. ან თქვენ ვის ხედავთ ეროვნულებად, წეგან რო ახსენეთ თუ ეროვნულები დღეს არსებულ პარტიებზე მაქვს საუბარი. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ფიქრობთ და მუშაობთ ამაზე, რომ ჩვენ შევქმნათ ეროვნული თანხმობის მთავრობა. მაგრამ ეროვნული თანხმობის მთავრობა რო შექმნა, ამისთვის საჭირო არის მარტო ზვიადისტური მოძრაობა კი არა, სხვა მოძრაობები კიდევ, სხვა ადამიანები, რომ მოიწვიოს შესთავაზო წინადადებები. ჩვენ ფიქრობთ, რომ თანამედროვე პოლიტიკაში, საქართველოს პოლიტიკაში ასეთი არის, ბევრი ახალგაზრდა არის, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ. პირდაპირ მე არ ვიცოდი, მე პირდაპირ გეტყვით, თქვენი გაცნობის შემდეგ გავიგე თუ ახალგაზრდებს რა ძალა აქვს და თუ ახალგაზრდები თუ ასე ეროვნულად მსჯელობდნენ იმ იდეოლოგიას მიყვებოდნენ, რაც არის ეროვნული ქრისტიანულ მოძღვრებაზე დამყარებული იდეოლოგია, ზვიადის გზა და ასეთი ახალგაზრდები არიან, ბევრი არის ასეთი ახალგაზრდები და თქვენი იმედი გვაქვს. მაგრამ პოლიტიკური პარტიები არ ვიცი, ჩვენ როდესაც წარვადგენ მთავრობის შემადგენლობას და როდესაც ნახავენ ვინ არის ეს ჩვენი ახალი მთავრობა, ნახავენ რომ ეს ეროვნული ხსნის მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა, ამის შემდეგ ალბათ ჩვენს გვიკავშირდებიან ახლა სხვადასხვა არ დაუმალავ და სხვადასხვა პარტიისა და სხვადასხვა მოძრაობის წარმომადგენლები და ჩვენ თვითონ თქვენთან ერთად ავარჩევთ იმ ხალხს, ვინც გაუძღვება აი ამ სერიოზულ საქმეს, თორემ ჩვენ არც ერთ დეპუტატი ვინც იქ არის და ჩვენ რა გვინდა ჩვენ გვინდა რომ საქართველო გადავარჩინოთ და ახალგაზრდები მოვიყვანოთ, თორემ მე 73 წლის კაცი ვარ, ახლა მე შეიძლება 5-6 წელიწადში ფეხები გავშვიდო და მე მინდა 2-1-ზე მიწა, მაგრამ მე არ მინდა ის დავტოვო, რაც ვერ შეძლო ცხონებულმა ზიადგამსახურდიან, ის უნდა შევძლო ჩვენ მივიყვანოთ ბოლომდე, მაგრამ ეს ახალგაზრდებისა და იმ ეროვნული ძალების და არა ფსევდო ძალების დახმარებით, რომლებიც მომრავლდნენ დღეს და რაღაც კეთილ დიდ საქმეს გვითვლიან იმაში ღალატში. ეს მოღალატები არიან, ეს სასაუბრო რაღაცას ლაპარაკობენ და ახალგაზრდობის იმედი გვაქვს და იმედი გვაქვს საზოგადოების იმედი გვაქვს იმ ხალხის, ვინც პროტესტებს აცხადებს და ვისაც სურს მართლა საქართველოს დადგეს ერთდასამოდაოდ იმ გზაზე, ქრისტეს გზაზე. ზვიადიმ დააყენა საქართველოს ქრისტეს გზაზე, მაგრამ შევარდნაძემ ბარაბას გზით წაიყვანა და ესენი აგზევენ სამი ხელისუფლება ბარაბის გზით აგზელებენ სვლას და ძარცვავენ. როგორც შევარდნაძე, ისე სააკაშვილი, ისე ესენიც ძარცვავენ საქართველოს მოსახლეობას, გაძარცვეს და ახლა საძარცვავი რო არაფერი არ აქვს, ერთმანეთს დაუწყეს ისა ჭამა და ერთმანეთს ართმევენ ფულს და ასეთი რაღაცა არის მოლაპარაკებები, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ის ხალხი, ვინც პუტჩში ღებულობდა მონაწილეობას, ის ხალხი, ვინც პუტჩის ის არის შთამომავლობა, ჩვენ იმასთან ვერ მივუშავებთ, მაგრამ არის ეროვნულები, არის ახალგაზრდები, არის ძველგაზრდებიც, რომლებიც ეროვნული იდეოლოგიით არიან გამჭვირვალეები, ჩვენ სიამოვნებით ვიმუშავებთ ამათთან და ჩვენ ვჯერა, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობას შევქმნით და ისიც ვჯერა, რომ ჩვენ დავნიშნავთ არჩევნებს და იქ ეროვნული მოძრაობა გაიმარჯვოს. ამის ვჯერა მე ჯერა და ნახო, ვისაც ჯერა ის გაუშვან ჯერ, ვისაც არ ჯერა
რა ვიცი დაგველოდან ნუ დიად საქმეს არ უხდება ბოროტება, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვგჯერა რომ სიკეთე გაიმარჯვოს, სიკეთე გადამდები არის და ნამდვილად ჯერა და მწამს რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში აღარ იქნება სახელი განვითარებადი ქვეყანა და იქნება განვითარებული. ამის დრო დადგა და ვფიქრობ იბერია უნდა გაბრწყინდეს. ბატონო გურამ, თქვენ ამბობ რომ ესე იგი ზვიადის შემდეგ ყველა ხელისუფლება შევარდნაძე, სააკაშვილის, ივანიშვილის არიან პუჩისტური წარმონაქმნები და მათი გამგზელებლები. თქვენ იყავით მიხეილ სააკაშვილის დროს სახელმწიფო მინისტრი. როგორ შეიძლება ეს ლოგიკაში ჩაждდეს თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე თუ მიშაც პუჩისტური მთავრობის და ეს ეგრეთ წოდებული შევარდნაძის გამგზელებელი იყო როგორ მოხვდით მაგ პოსტზე და რა მისიით მოკლედ ესე რომ ვთქვათ რატო დათანხმდით იმის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მოგახსენებთ პირველ რიგში უნდა გითხრათ რომ ჩვენი მიზანი იყო ყველა ზვიადისტის მიზანი იყო შევარდნაძეს ჩამოშორება პოლიტიკიდან ყველანაირი ხერხით იმ ხერხით რითაც ჩვენ გვებრძოდნენ კლავდნენ რა ვიცი გადაუარეს სამეგრელოს 5 ჯერ გადაუარეს ჩვენი ჩაცხრილეს ჩვენი ბიჭები დეპუტატები დაგვიხოცეს პრეზიდენტი მოგვიკლეს და 1000-ზე მეტი ადამიანი იყო მკვდარი ადამიანები იყვნენ გახიზნულები 500-მდე ადამიანი იყო ტყეში და პრაქტიკულად ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ პუჩის შემდეგ საქართველოში არ იყო ნორმალური სიტუაცია ვინაიდან მოვიდა მოძალადე ხელისუფლება და ამას ყველა წინამორბედობას უწევდა ამას უწევდა მაგრამ ვერაფერი ვერ გავაწყვეტ ძალა მათ ხელში იყო ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა ბიჭებმა სამხედრო ოპერაციას ჩაატარეს 1998 წლის 9 თებერვალს რომლის გამოც მეც სტანისის ოპერაცია დიახ სტანისის ოპერაცია თქვენ ციხე მოგიწიეთ ხო და რომლის გამოც მე 18 წელი მომისაჯეს და მე დიდმა პალატამ გამამართლა საქმეში მაგრამ ეს ყველაფერი იყო შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული და იმ დროს მე რო ციხიდან გამოვედი 2002 წელი იყო ციხიდან გამოვედი ჩვენ მქონდა ძალიან უზარმაზარი ავტორიტეტი მქონდა ჩვენ პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ჩვენ ჩავატარეთ სპორტის სასახლეში ყრილობა და დავაფუძნეთ იქ ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირი სერიოზული ძალა ვიყავით მაშინ ჩვენ და ამ დროს განხეთქილება მოხდა თვითონ შევარდნაძეს ლეკვებს შორის განხეთქილება მოხდა და მიხეილ სააკაშვილმა გამომიგზავნა კაცი რომ ესე იგი ვერ თქვენ დაამხობთო შევარდნაძეს მართო და ვერ ჩვენო და გავერთიანდეთო ამიტომო და მე საკითხი დავსვი პოლიტსაბჭოზე ჩვენთან დავსვი საკითხი ზოგი წინამძღოლი იყო ზოგი მაგრამ უმრავლესობამ თუ ჩვენ გვინდა შევარდნაძეს დამხობა სხვა გზა არ არსებობს შევარდნაძეს გადაგდება თუ გვინდა უნდა გავერთიანებული იყავით ვინმესთან ესმის ვინ იყო ეროვნული თანხმობის ხელმძღვანელი მე ვიყავი თავმჯდომარე ვიყავი მე ამ პარტიის თავმჯდომარე ვიყავი მე ჩვენთან პოლიტსაბჭოში იყო დაწყებული ოთარ კობერიძე, ლია გუდაძე, მერაბ თავაძე, ნემო, მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და ძალიან სერიოზული მოღვაწენი, როგორც იწვიან ესენი ელიტარული ინტელიგენციის წარმომადგენლები ოღონდ ნაღდის ზვიადისტები, ეს ხალხი იყო. და ძლიერი ძალა ვიყავით და იმათაც იცოდნენ და ჩემთან რატომ მოვიდოდნენ სხვასთან მივიდოდნენ ხო? იმ დროს ჟვანიას და იმას ჟვანი 5 კაცს ვერ გამოიყვანდა და ისა ბოგერიას საერთოდ 3 კაცი არ გაყვებოდა ოჯახის წევრები. ჩვენ ვიყავით. ეგ შევარდნაძის დასამხობად. საბარა ეს იყო ჩვენი მიზანი. თქვენ მე მინისტრობას ახლა გეტყვით კაცო, გეტყვით. როდესაც მე შევხვდი ამას იმას რა ქვია ჟვანიას შევხვდი სააკაშვილს და შევხვდი ბურჯანაძეს. ეს სამეული იყო. და ჩვენ მოვილაბარაგეთ რომ შევარდნაძეს დამხობის შემდეგ შევარდნაძე უნდა ჩამჯდარიყო ციხეში მაგრამ ის კი არა 20 წელი 14 წელი პირობითაც მაინც 1-6 თვე და მე პირობითი საჭირი პუჩის გამო და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამო და რაც საქართველოს უბედურება მოუტანა ამის გამო
ამაზე სააკაშვილის დათანხმდა და ჟვანიას და ყველა. კი, უნდა გამოეშვა ჩვენი ბიჭები, ვინც 9 თებერვალს შავარდნაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით იყო 15 კაცი. ჩვენი უნდა გამოეშვა პოლიტპატიმრები ჩვენი. იქ იყო ლოთი, მოთი და სხვაებიც კიდე. შემდეგ უნდა მიგვეღწია ეროვნული თანხმობისათვის და უნდა გაგვეკეთებინა მემორანდუმი გავაკეთეთ ეროვნული თანხმობის მემორანდუმს სააკაშვილმა 2004 წელს როცა პრეზიდენტად აირჩიეს პირველი სამუშაო დღე მიუძღვა ქაშვეთის ეკლესიაში მოაწერა ეროვნული თანხმობის მემორანდუმს ხელი ეს ითვალისწინებდა ზვიად გამსახურდიას უკდავსაყოფ ღონისძიებათა გეგმა იყო 200 გვერდიანი შემდეგ აი ზვიად გამსახურდიას მომხრეების ჩართვა ესე იგი ქვეყნის აღმშენებლობით საქმიანობაში და ასე შემდეგ ტყიდან ტყეში რო ყავდა ჩვენი პარტიზანები იმათი გამოყვანა და იმათი ჩართვა ყველაფერი ეს იყო და კანონიერი ხელისუფლების დამხობაზე სერიოზული პარლამენტს უნდა მიიღო გადაწყვეტილება და ასე შემდეგ ესე იგი პრაქტიკულად და ეროვნული თანხმობა უნდა ჩამოგდებულიყო ერში და ეს რომ გავანალიზეთ ჩვენ ღირდა ამისთვის ერთად გაერთიანება და როდესაც გავიმარჯვეთ ჩვენ 23 ნოემბერი იყო 2003 წელი გამარჯვების შემდეგ მე შემომთავაზეს სახელმწიფო მინისტრობა მაგრამ მე ვთქვი კატეგორიული უარი მოვედი ჩვენთან პარტიაში და პოლიციამ იმას შედგა ისევ და პოლიციამ გადაწყვიტა რომ მე უნდა ყოფილიყავი სახელმწიფო მინისტრი ვინაიდან ეს საკითხები რა ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხები მე უნდა გამეკონტროლებინა იქ გესმით და ამან გადამაწყვეტია მე რომ პოლიციამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ რომ მე უნდა გამაკონტროლებინა იქ მე მყავდა ჩემი აპარატი 15 კაცის შემადგენლობით და ეს გააკონტროლებდა ყველაფერს ის რაც შეთანხმება იყო მაგრამ ამ შეთანხმებიდან არც ერთი არ შეასრულა სააკაშვილმა დავთანხმდი სახელმწიფო მინისტრობაზე უცადე ერთი წელიწადნახევარი არ შეასრულა და რა გვექნა მე სხვა გზა არ ყოფილა მე იქ ვერ დავრჩებოდი და მე ვთხარი წადი თქვენით მეთქი და წავედი არ მithქვია დივანს ვთხარი კარგად იყოს მეთქი მიშას გადაეცეთ კარგად იყოს მეთქი და ჩემი შრომითი ახლაც იგდებს ალბათ მე მგონია და დავტოვე თქვენი წამოხვედით ბატონო გურა აბარა არავის არ მოусწრება ბატონო პირიქით ერთ-ერთი YouTube ბლოგერი წერს რომ 2003 წელს მოკლედ დესამბერი რომ მოხდა და თქვენ დაინიშნეთ მიშა ისა მოგატყუათ სააკაშვილმა და გამოგაპანყურათ ზუსტად ამ სიტყვებით უწერია ანუ გამოგაგდოთ თითქოს სააკაშვილმა ახლა არ ვიცი ვინ რას წერს მაგრამ გაპანღურებას იმას ვაჩვენებ რას ნიშნავს ჩემი პანღური და მე გეუბნებით რომ მე დავტოვე ეს იმიტომ რომ არ შეასრულა მიშამ თავისი დაპირება და მე ვთქვი კარგად იყავით მეთქი თორემ ჩემი გაპანღურება ისე არ არის და არ ჩემი რაღაცნაირად დაჩაგვრა მე ჯერ გურამაფსანზე არავის არ დაუჩაგრია და მე გამიგია ესე წაკითხვით თუ რაღაცა ჯგუფებისგან რომ ზვიად გამსახურდიამ და გურამაფსანზეს გაძარცვეს საქართველოს ბანკები და გაიტანეს ქონება საქართველოსთან ზვიადიმ და თქვენ ძირითადად ეს ახლა ეს წერია ეს არის საბრალდებულო დასკვნაში 600 გვერდიანი საბრალდებულო დასკვნა არის ჩემი და იქ წერია ზვიად გამსახურდიამ და გურამაფსანზე ზვიად გამსახურდიამ და გურამაფსანზე აი ეს ოფიციალურად ბრალი წაგიყენე აბარა საღენებულია შევარდნაძის დროს წამიყენეს ბრალი ამ საბრალდებულო დასკვნას იყო რომ ასწორებდა სტილისტურად ის რა გვარი ვთქვი გობეჩია თუ ბატონო გიგლა გობეჩია ხო ეს არის ჩემს და იქ ზვიადი წერია პირველად ახლა ამათ ეგრეთ წოდებულმა ზვიადისტების შემეშალა მანანისტებმა ზვიადი მოაშორეს იქ და გურამ აფსანზე დატოვეს და ის რაც ეწერა ის წარმოიდგინეს ბრალდებად მე ის ყაჩაღობები ბანკის დარწმები რაღაცა იქით აგერ ეს ხომ აბსურდია მაგრამ არის ეგერ გადაწყვეტილება რა ქვია სასამართლო გადაწყვეტილება ჩემზე არის განაჩენი სასამართლოსია ეგ უზენაეს სასამართლოსია და დიდი პალატა ორი გადაწყვეტილება ერთი უზენაეს სასამართლოსი და მეორე უზენაეს სასამართლოს დიდი პალატის 13 მოსამართლის შემადგენლობით იქ წერია თუ რაზე მომესაჯეს მე იმიტომ რომ იმ ტერაქტში რომელიც და ორგანიზებას და დაფინანსებას მე მაბრალებდა იმ ტერაქტის გავმართლი მე და მე
გაქცევის გამო უნდა მოესაძა ჩემი ციხიდან გაქცევის გამო. ხო და ციხიდან გაქცევის გამო როგორ მისჩით მეთქი თუ გამამართლეთ მეთქი თქვენ ყოფილი ვარ და უნდა გავწევრიყავ მეთქი და მაშინ იყო რომ ფოთის ბანკიდან ჩვენ წამოვიღეთ მაშინ ჩემი იმის რა ქვია დადგენილებით ფოთის ბანკში იყო 300,000-მდე ისა დოლარი. ხო და ჩვენ ზვიადი რო ჩამოვიდა ჩვენ რო ჩამოვიდით აღვადგინეთ კანონიერ ხელისუფლებას სამეგრელოში. ხო და მე ჩემი ის დადგენილება გავაკეთე და გავუშვი ბანკის ინკასატორები. რომ ფოთის ბანკში დევს ამდენი და წამოიღეთ ის რაც ეკუთვნის რესპუბლიკურ ბიუჯეტს. ამას წამოიღეს 127,000 დოლარი და ამას 127,000 დოლარის თითოეული კუპიურის ნომერი და ყველაფერი. ესე იგი ინკასირება გააკეთეს ისე როგორც წესი და რიგია. ესმის? და ის დანარჩენი რაც 157 თუ 160,000 იქ დაუტოვეთ ვინაიდან ის ადგილობრივ ბიუჯეტს ეკუთვნოდა. ესმის? და ეს არის ჩვენს მიერ დატაცებული აი ამ მილიარდებში იმაში და ეს ფული იქ მოხმარდა კანონიერ ხელისუფლება აღდგენილი იყო და ბიუჯეტის ის ფული. მოგრალდებაშიც გამართლდით. აბა რა კაცო ხო და აი ამას წერენ იმიტომ რომ უნდა კომპრომენტირება ჩემი კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ დარჩა არავინ კაცი რომელიც დაუდგამს ზვიადგამსახურდიას ბოლომდე არ დარჩა მთავრობიდან არ იყო არავინ და ახლა რა მე ასეთი ისა ვარ ბუნების კაცი ვარ მივეცი სიტყვა კაცური სიტყვა და დავრჩი ბოლომდე და ამ ვასრულებთ ამ სიტყვას ვასრულებთ ამ სიტყვას და ამან მომიტანა პირადად მე ჩემს ოჯახს უბედურება ტანჯვა წამება მეტი არაფერი არ მოუდანია ჩემი ოჯახისთვის ფინანსური გაგოდება ახლა მილიარდერი ვიქნებოდი მე ყავდა სამეგობრო და ის მეკეთებინა ფული მაგრამ მე ეს მეგონა რომ შავარდნაძე წინააღმდეგ თუ ჩადებდი მანეთს თუ ჩადებდი მილიონს ეს მეგონა დიდი ინვესტიცია მომავლისათვის და ეს ასე არ გამოვიდა ეს ხალხი ვინც იმ დროს შავარდნაძეს ხელისუფლებას ამტკიცებს და ის ხალხი ახლა მე მებრძვის და ჩემზე ლაპარაკობს რაღაც პრიკულ რაღაცებს და ეს ვიღაცებმა კიდე უნდა მოიღო ხმა მაგრამ რა არის იცი წავიკითხე ხშირად კითხულობ ჭავჭავაძეს ილია ჭავჭავაძეს იმას რა ილია ჭავჭავაძე წერს ერთ ადგილას რომ იმდენი ძაგება იყო ჩემზეო იმდენს წერდნენო სასწაულად ზოგჯერ ფიქრობდიო თავს მოგიკლავდიო იმენ მწვანებლები აწვალებდაო იმებს გლეხებს რა ქვია ართმევდა მიწას და რაღაცებს სასწაულს სილს წამებდნენ ხო და იმდენი მეგობარი მყავდაო და არც ერთმა ხმა არ ამოიღო ჩემს დასაცავად და ბოლოს უსადე და მე ვიფიქრეო მე დავწერ ყველაფერსო და მე დავიცავიო საკუთარი თავიო და ყველას მე უპასუხეო და ასე გამომდის მეც კიდო რა ხო ყველაფერი იცის მაგრამ არ ვიცი ვიღაცა რაღაცა თავში იკავებს და იმ თავში გავებულებს კიდევ თხოვ რაღაც ამოიღეთ ხმა მეგობრებო ან თუ ფაქტები აქვს დადონ ან დაადონ კაცო რაც უნდა ის დაადონ ჩვენს გვეცოდინება რა დაადონ რა ლეგენდებს რა რუსულად ფაქტები დადონ ან დაიჯერონ რასაც ვაკეთებ კაცურს ღირსეულს იმაზე მეუბნებიან რომ არ გაგიკეთებიო ახლა იმას როგორ ვიფიქრები ციხიდან გაქცევაც ციხიდანაც არ გაქცეულაო კაცო ესე იგი ის პრიმანგისათვის გათხარესო ის გვირავი და გურამი გამოუშვესო იმიდან კარიდან ნუ ახლა წარმოიდგინე ეს თქვა შავარდნაძემ და ახლა ამას იმეორებს ის ხალხი კიდო ესე ვერ გავიგე ესე რა უნდათ ამით რა რისი თქმა უნდათ მე ვერ დამამცირებენ აზრი ახალგაზრდა არ ვარ მე და მე ჩემი ცხოვრება გავლილი მას უკვე და ის ბექგრაუნდები იცის ქართულმა ხალხმა და ერმა იცის და ყველა მისის მე რაც გამივლია და ახლა აგერ იმით რომ დავდივარ ყავარჯით რომ დავდივარ ეს ცხენის გურდობის ღია გამო არ მომხედია ტყვია კაცო 12 ტყვია მოხდა იმ სამშობლოსათვის და იმ იდეის დაცვის გამო ხო რა ვიცი ვინმეს რომ მეტეხის რომ გამოვდიოდით იქიდან 6 იანვარს როცა დაგვამხეს იქ ერთი 34 კაცი მოხდა ავტობუსში მაგრამ მე მომხდა დანარჩენი ტყვია რაც იყო 12 ტყვია მე მომხდა ხაინდრავა ის რო დავა ხაინდრავასთან მქონდა მე ამ საკითხზე საუბარი და იმაზე დაიფიცა რა ქვია თუ ფიცი არსებობს რამე ბიბლიაზე რომ მე არ ვიყავი არც ფიცის გწამს და არც არაფერი ყოველ შემთხვევაში მაგაზე ალბათ იქნება შესაბამისად გამოძიებები როგორი და რა თქმა უნდა და პასუხს აგებს მე იმან გამომიგზავნა სხვათა შორის ჯაბა იოსელმა წიგნი
სადაც წერია რომ ეს პირველი მასზე ეწერა და ეს ვაჩვენე სახელმწიფო მინისტრი იყო მაშინაც ხაინდრავა და ეს ჩემი კომპრომენტირებისათვის გააკეთაო ჯაბა მითხრა და ჩვენ შორის ძალიან სერიოზული ის იყო ძალიან მაგარი უთანხმოება იყო და მე ეს და მეორე გამოსევანში თურმე მეუბნებიან ის არ წერიაო ის არ წერიაო მაგრამ ხო ის ამოიღეს მაგრამ ამან ჩემთვის გამნიშნულება აქვს აი ახლა გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე რაც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს თქვენ ცხოვრობდით თუ არა რუსეთში და შემდგომ როგორ აღმოჩნდით ეროვნულ ხელისუფლებაში მე ცხოვრობდი რუსეთში მაშინ იყო საბჭოთა კავშირი და მე ვარ 1952 წელს დაბადებული მე რო ყოფილიყავი დაბადებული 1992-ში მაშინ ვერ ვიცხოვრებდი რუსეთში და ვიცხოვრებდი ან გერმანიაში ან ამერიკაში მაგრამ იმ დროს დავიბადე და რამე საბჭოთა კავშირს მე ვერ დავანგრევდი ხო აქ დავამთავრე არა მაინც თქვენ დაანგრიეთ საბოლოო ჯამში სხვათა შორის კი მაგრამ მე მონაწილეობდი იმაში საბჭოთა კავშირი რო დაინგრა ალმატაში მე ვიყავი ის მე და ნემობურჭულაძე ვიყავით ჩვენ ესენგეს შესვლაზე არ მოვაწერეთ ხელი და მაშინ დაინგრა ეს იყო 21 დეკემბერი 91 წელი და მე იქ მონაწილეობა მივიღე საბჭოთა კავშირის დანგრევაში მაგრამ ჯერ იმას გადავუხვია ახლა მე მუშაობდი ხო ფინანსების კრედიტის სპეციალობით დაამთავრე უნივერსიტეტი და ძლიერი კარგი სტუდენტი ვიყავი შემდეგ მამა მომიგდა მე და ჩემი ძმა იყო იმას რა ქვია ჯარში იყო გაწეული სადღაც ვლადივოსტოკში თუ შორ ადგილას იყო და დედა ჩემი მარტო იყო და ამიტომ ზუგდიდში წავედი ვიმუშავე ერთი წელი ვიმუშავე ზუგდიდში და იქ არ იყო ჩემი ისა ვერ გავშალე რა იქ მთები და ერთი წლის შემდეგ წავედი მოსკოვში და დავიწყე მუშაობა იქ და მუშაობდი დავიწყე საკავშირო სამინისტროში მუშაობა ვიყავი უფროსი ეკონომისტი თავარი ეკონომისტი განყოფილების გამგეს სამმართველოს უფროსი და საქართველოსდანაც მოდიოდა ხალხი იქ და როდესაც ახალგაზრდა ვიყავი მაშინ და როდესაც შემამჩნიეს მე და რაღაც საქართველოსაც ვეხმარებოდი რაღაცა და მე მთხოვეს რომ გადმოდიო საქართველოში სამუშაოდ ეს იყო მე 1977-ში დავიწყე მუშაობა იქ და მე გეუბნები ახლა უკვე 83 წელია ხო და მე ვთქვი აქ სერიოზული ზრდა მაქვს რაღაცა მაშინ საბჭოთა კავშირი იყო ქუხდა ესმით და კარგი ავტორიტეტი მაქვს და როგორც ქართველს ისე კი არ მიყურებდნენ როგორც პროფესიონალს მიყურებდნენ და ზრდა მქონდა ყოველწლიური და უპატრონო კაცი მამა არ ყავდა და ის არ ყავდა ისეთი ხო და მე ვუთხარი უარი ვთქვი ჯერ მაგრამ მე მეუღლე ბავშვები ყავდა ხო და მეუღლე მითხრა ბავშვებისთვის უკეთესი არის თუ საქართველოში გადმოსვლა და დავთანხმდი მე და გადმომიყვანეს ჩემით კი არ გადმოსულა მაშინ იყო დიმიტრი ქართველიშვილი იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და მინისტრთა საბჭოს დადგენილებით გადმომიყვანეს მოსკოვიდან თბილისში ფინანსთა სამინისტროში სამმართველოს უფროსად მე ამირჩიეს საკონტროლო სერვისის სამმართველოს უფროსად ეს იყო ყველაზე დიდი სამმართველო ამის უფროსი ვიყავი და ასე და ამ დროს გავიცანე ზუსტად გამსახურდი ერთხელ გავიცანე მარტო რაღაც მამამისის ჰონორართან დაკავშირებით იყო ფინანსთა სამინისტროში თორემ მე მაგი არ ხონდა ის ნანახი მაგრამ როდესაც დაიწყო ეროვნული მოძრაობა და როდესაც 9 აპრილი რომ მოხდა 9 აპრილის თითქმის 80%-მა აგენტების გარდა ფინანსთა სამინისტროში ვინც პარტიის წევრი იყო ყველა დაწვა პარტიის მანდატი და მეც პირველი ვიყავ. დავუწვით ყველა პარტიის მანდატი და იქიდან დაიწყო ჩემი ურთიერთობები ეროვნულ ხელისუფლებასთან. როდესაც დამიბარა ბატონმა ზვიადმა და რომ შემომთავაზა მე ისა თანამდებობა ფინანსთა მინისტრობით, სხვა კანდიდატებიც იყვნენ. ხო და იქ ჩემი მეგობარი მუშაობდა ტარიე გელანდია, უკვე დეპუტატი იყო და საფინანსო იცოდა ეს. და სხვაებიც მუშაობდნენ, ვინც მე მიცნობდა ახლა და რო შემომთავაზა მე ვუთხარი ბატონო ზვიად მეთქი ახლა თქვენ ეროვნული მოძრაობიდან ხართ ყველა მეთქი და ეს მინისტრები და ესენი უნდა დანიშნოთ იქიდან და მე ვიყავი მეთქი ისა ოქტომბრელი პიონერი კომკავშირელი პარტიის წევრი ყველა საფეხური მაქვს ეს
მე არ მაინტერესებს შენ პიონერი იყავი და ოქტომბრი. მე მაინტერესებს შენ როგორც პროფესიონალი და მე მეუბნებია, რომ შენ ხარ ძლიერი პროფესიონალი ფინანსისტია. და მე უარი უთხარი, მაგრამ იმ საღამოს იქ მოხდა რაღაცა იმაში ადამიანი და ისინი წავიდნენ ჩემ წინააღმდეგ. დანიშნვის საღამოს, ესე იგი თავრობა ფორმირდება. ხო და ადამიანი მეუბნება, რომ რაღაცა შენ იქ იმაში მაშინაც იყო ეს აგენტების ისე. ეს ვაჟა ადამიანი, რომელიც გაირიცხა შემდგომ. ხო, ადამიანი და ადამიანს ხალხი იყო ჩემ წინააღმდეგ და ქარტიის ხალხი იყო ჩემ წინააღმდეგ. პრეზიდიუმმა უნდა მაშინ იყო უზენაეს საბჭო, ზვიადი პრეზიდენტი არ იყო. უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე იყო. მაგრამ პრეზიდენტის წევრებს უნდა მიეცათ ხმა. ესმის? და შენო იმაშიო ლენინგრადში კაცი რომ მოგალიო. ახლა მეუბნება ისეთ ბრიყულ რაღაცას რა უნდა ვაცო. წადი ერთი თქვენი კარგიც მეთქი და მივაჯახუნე და წავედი სახლში. არ მინდა თქვენი არც მინისტრობა არც არაფერი. ხამის 2 საათია და ვიღაცა რეკავს ჩემთან სახლში. ხო და ეს ღამე ვინ რა არის როგორ გავაღე კარი გოგი ხოშტარია. გოგი ხოშტარია გამოუგზავნია ზვიადეს, გურამის სასწრაფოდ მოვიდეს. მე ვთქვი მე არ მივდივარ მეთქი გოგი. არაო ზვიადი დამაკავშირა იმ ტელეფონს. მაშინ მე მქონდა ის სამთავრობო ტელეფონი, თანამდებობით მეკუთვნოდა მე ფინანსთა მინისტროში. ხო და სასწრაფოდ მოდიოდა რა ბავშვით იქცევიო, გულის მოსვლა რა შუაში არის ეს პოლიტიკური ის არის და წავედი. სხვა გზა არ მქონდა ახლა მივედი და დამნიშნეს ასე ფინანსთა მინისტრად. აი ასე მოხდი ეროვნულ ხელისუფლებაში. მაგრამ მე ამათ ვეუბნებოდი ისე არ გააკეთოთ მეთქი რომ ეროვნულ ხელისუფლებაში, ეროვნულ მოძრაობაში არ ყოფილვარ ისეთმა კაცმა თქვენ არ გაჯობოთ მათი ეროვნულებაში და ზუსტად ეს მოხდა. ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა პარტიის წევრი ვიყავი თუ კომკავშირელი. ყველგან სადაც არ უნდა ყოფილიყავი ვაკეთებდი ეროვნულ საქმეს. და მე ამას რა კაცობა უნდა, რა დიდი ის უნდა რომ კაცს სიტყვას რომ მისცემდა, კაცს რომ ფიცს რომ მისცემ იმას რომ არ უღალატო და მაშინ რატო ხარ ძმაო? იქ იმასთან რატო ხარ? წადი ადრე, დაწერე განცხადება და წადი და მე რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ თითქმის ყველა პირდაპირ გეტყვით. ბუნკერში რო ჩავედი ჩვენ, ბუნკერში მარტო იყო ერთი ნოდარ წულეისკირი, მინისტრი და მე ვიყავი. დანარჩენი არ იყო არავინ. სად იყვნენ? გაიქცნენ, სად იყვნენ და ომანიძე სადღაც გაიქცა, იმით დარბოდა ომანიძე. მე დავიჭირეთ ომანიძე ყველაფერს ხო ვერ მოყვები ახლა. ნუ სავარაუდოდ ყველაფერი მაინც ღია უნდა გახდეს საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ არის არსებული კითხვები ბოლოს უნდა ომანიძეც იყო, აგენტი იყო ომანიძეც. მაგრამ რაღაც კონკრეტულ საქმეებს გავაკეთებინებო ზვიადი თქვა და ამიტომ და მე იმ საღამოს დავიჭირე, ომანი ჩემი წინადადება იყო ომანიძის დაჭერა. დავიჭირეთ, იმიტომ რომ ომანიძეს ფული მივეცი და უნდა მოეტანა გარკვეული იარაღები, კაცო. პუნჩი იწება რაღაცა და იარაღი არ გვაქვს, არაფერი არ გვაქვს და ფულის პრობლემა არ იყო და მივეც პირადად მე მივეცი ომანიძეს ფული. და სად არის მეთქი იარაღი, სადა შემთხვევით ნახე ომანიძეს შემოვიყვანე. თუ ბატონი ზვიადიც იქ იყო და იმის წევრებიც იქ იყო. და სად არის იარაღი, სად არის და დაიწყო რაღაცა ბატონი ზვიად ხო იცი იქ აქ. მე ვთქვი იქ აქ არ ვიცი მეთქი და მე ჩააყუდეთ მეთქი და წავიდა. 1-2 საათის შემდეგ ვიღაცა მეუბნება რომ ომანიძე განთავისუფლეს. ვინ მეთქით? ბატონმა ზვიადიმ განთავისუფლა და მე ვთქვი ახლა. ეგ როგორ ხდებოდა? ნუ არ ვიცი რაღაცა შეპირდა იმას და ზვიადისთან ბატონ ზვიადი მეთქი ეს ასე არის მეთქი კიო მე ვთქვი ბატონ ზვიად არ უნდა გაგეშვათ მეთქი ომანიძე ავიღე ავტომატები და ავტომატი და გავვარდი გარეთ მაგრამ ყვირილით მიდიოდა უკვე და ვერც მოვახვედრებდი ჩემი წონის რო ყოფილიყო კი მოვახვედრებდი მაგრამ ისეთი ის იყო რამდენი ტყვია გაქვთ თქვენ მოხვედრილი ბატონო 12 ტყვია ხო და გაიგე იმდენ როგორც ვიცი კიდევ 9 მაქვს ორგანიზმში 9 მაქვს ხო და 2 დღის შემდეგ გამოვიდა მოსკოვის ტელევიზიის ომანიძე და გლანცღა ზვიადი გლანცღა პირველ რიგში და მეორე რიგში მე ნაძირალ ახავსო იქ აფსანძეო და ასე და ასეთი რაღაცა მოხდა. იმიტომ გეუბნებით რომ და ამ ხალხს ამათან აქვს ურთიერთობა. ესე ვინც მე მლანძღავს არც ერთი არ ლაბარაკობს სიმართლეს. ბიჭო მე რატომ ლანძღავს ზვიადის ბოლომდე დაუდექი კაცო და ყველაფერი შევწირე ამას ხომ და ის ხალხი ლანძღი ვინ ზვიადის უღალატა და ვინც გაიქცა და შავარდაძეს დარვარია. ბატონო გურამ, ერთი ამბავით განვიხილო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ეს საკითხი ეხება რიყეს. სოფელ რიყეს.
აი გარიყის გადასახვევი, როგორც ვიცით, ძალიან მნიშვნელოვანი ამბები მოხდა და გვაინტერესებს, აი როგორ იყო, რომ ზვიად გამსახურდია რამოდენიმე კვირა თქვენს გარეშე დარჩა მარტო და იქ როგორც ვიცით, რობიზონ მარგველანი იყო დაცვის უფროსი, რომელმაც სტეჩკინი იპოვა და მე ხმა ვერ გაიგო იარაღის გასრულის და მთელი საკითხებია, რომელიც ახალგაზრდებს ძალიან კარგად გვიქნება გასარკვევი და მოსაკლევი, მაგრამ იქამდე თქვენ მოგვიყევით ეგ ამბები. ახლა ჩვენ რო ჩავფრინდით სხვათა შორის ერთ 14 დღეში ალბათ ხო აგვისტო ისა სექტემბერში 22 სექტემბერში ჩავფრინდით ჩვენ 93 წელს დიახ სამეგრელოში ამის შემდეგ არ ყოფილა ერთი დღე ზვიად გამსახურდია სადმე წასულიყო მანქანით და მე რო არ ყოფილიყავი მის გვერდით იმიტომ კი არა რომ მე ვჯდებოდი მანქანაში პრეზიდენტის მანქანაში როგორ დაждები ისე თუ არ გითხრა პრეზიდენტმა მოდი დაჯექი ხო ზვიად გამსახურდია კაც გამოვაგზავნი და თან ჩამოვიდეს და დამიჯნდა გვერდით და ასე დავდიოდით მთელი ეს დღეები 6 ნოემბრამდე 93 წლის 6 ნოემბრამდე ხო ეს დიდი თემა არის ახლა ეს რო იმას ვთქვათ ახლა იმ ჩვენ როდესაც დავშორდით ერთმანეთს აი ეს დღე არის 6 ნოემბერი სად დაშორდით თქვენ ეს არის ილორთან ახლოს ოჯახი იყო ერთი ოჯახი სადაც მე არ ვიცოდი ისე დაბანაკებ ესენი წასულან პირველი შემთხვევა იყო ზვიადი სად იყო არ ვიცოდი და ვეძებდი ერთი დღე და გავიგე რომ ილორში არიან ვიღაცისთვის უთქვია მაგრამ იმას დაცვის წევრისთვის ჰქონდა ნათქვამი მაგრამ იმას ჩემთვის არ უთქვია რომ გურამი მოვიდესო ხო და არ უთქვია არავის მაგრამ მე მივაგენი სადაც იყო იქ რომ მივედი აქ არიან ბატონი ბესარიონ გოგოშვილი დაცვის რამოდენიმე წევრი ვიღაცა ორი გოგო ჩემთვის უცნობი ზვიად გამსახურდია ნუგზარ მოლოდინაშვილი და კიდევ ორი დეპუტატი გვარებს გავიხსენე ხო ესენი არიან და როდესაც მივედით მე რომ მივედი ბატონო ზვიადმა თქვა რომ ხვალიდან რაღაც უნდა დავიწყეთო რა შეტევის ამბავი ხო და რაღაც ზუსტად შემჭირდებოდიო მითხრა და კარგი მეთქი და ლაპარაკობთ რაღაცას და მე ბესოს უთხრა რომ გურამი დანიშნეო თავდაცვის მინისტრად მე ვთქვა ნილობაში ხართ უკვე არა ზუგდიდში ვარ უკვე ჩამოვიდნენ ჩამოსულები ვარ ზუგდიდში არა თბილისიდან გულისხმობ მთავრობიდან ხო ო ეს დევნილი ვარ იმიდან გროზნოდან რო ჩავედი ზუგდიდში და ამის შემდეგ ეუბნები და რატო ამბობ იცი ბატონო გურამ ახალგაზრდებმა განსაკუთრებით ეს არის ყველაზე მთავარი ბრალდება თქვენს კარიერაში ალბათ ისტორიაში იმიტომ რომ კიდევ გარკვეული ნაწილი რაც ეჭვი მუსირებს რომ რიყეს იმიტომ ახსენა მამუკამ ზუსტად რიყესთან რიყესთან იკვეთება თქვენი ღალატი თითქოს რომ მიატოვეთ ზვიად გამსახურდია და მაგიტო გვინდა ზუსტი დეტალები კი ახლა ხო და ნუ ახლა მე ვთქვი ბატონო ზვიად მეთქი სასაცილო ერთი ჯარისკაცი არ ყავს და ახლა რა ნუ კაროჩი მოგლეს რო ვთქვათ ესე იგი დამნიშნეს ეს და ლაპარაკობთ ამ მოლოდინაშვილის დაბადების დღე ხონია შავი ოქროს უძახოდნენ მაგას მაგრამ მე არ ამგონია მაგის შავი ოქრო იყოს იმიტომ რომ მისვენს რომ მომისვენს ალბათ პირშიც ვეთყვი რომ ის ოქრო არ ჩავია და არ წვითელია ის რანაირი ფერის არის მე ვერ გავიგე იმიტომ რომ მე შავარნაძესთან გადაბარდა ეს კაცი ხო და ამის დაბადების დღე არისო და მიულოცე და ამას ახლა ლაპარაკობთ რაღაცას და ასე შემოვიდა რუსი პოლკოვნიკი თუ გენერალი ორი რუსი და ეს შემოვიდა ქიშმარია იყო აღმოსავლეთის იმის სარდალი იყო აფხაზეთის ხო და თქვა რომ პირდაპირ ახლა პრეზიდენტიც აქ არის მეც აქ ვარ სადღაც გოგოშვილი გასული იყო მეორე ოთახში და ისო მე მეუბნება ახლა ეს რომ მიცნობდა ის ქიშმარია პრეზიდენტსაც იცნობდა მაგრამ პრეზიდენტთან მოერიდა ამის თქმა და გურამა რუსულად მელაპარაკება რომ დავალება გვაქვსო თუ თქვენ აქედან არ წახვალთ ნახევარსაათშიო ესე იგი ავიაცია დაგვაგვამთო კაროჩე მოკლედ რო ვთქვათო არ გაგიშვებთო აქედან ცოცხალს არ არის ინფორმატორი ინფორმაცია მოგვაწოდა ხო და მეუბნება ეს გაზი მე ვთქვი რას ლაპარაკობ რა ხო არ გაგიჟდით მეთქი ჩვენ ერთი ისა ვართ ნაცია ვართ აფხაზი და ის ქართველი რამ გაყო იქით აქ და არა ასეთი ის არის მე ვერ დაგიცავთო რა და ეს რუსიც იმეორებს ამას რაც ეს რუსულად მელაპარაკება
ხოდა ბატონო ზიად მეთქი ასეთი სიტუაცია არის მეთქი ზიად და მოვიდა ზიადეს და ასეთი სიტუაცია აუხსნეს ახლა ზიადეს და ზიადი გაოგნებული იყო და ის ბესოს დაუძახებდა დაუძახეთ ბესოს და ბესოც გაოგნებულია და დაუძახეთ იმას რა ქვია დაცვის უფროსი მარგველა და მარგველანმა თქვა ნუ აქედან თუ წავედითო მაშინ ჩვენ უნდა წავიდეთო იმაშიო სვანეთშია ბატონ ზიად ხო გახსოვთ მე რომ თქვენ გელაპარაკებდითო თუ მოგვიწია რამე დამალვის საკითხი ანიკიდან და ეს სვანეთში მე მაქვსო ადგილი ისეთი რომ იქ შეიძლებაოდა მაშინ ზიადი მოემზადეთო და მოემზადეთ ყველა მემზადები და მომემზადეთ და სვანეთში წასასვლელი სვანეთში წასასვლელად იმას მივყავართ რა ქვია მარგველას ან დაცვის უფროსი იყო ხო დაცვის უფროსი იყო და ეს დაცვის წევრები ესენი ის იყო მიკროავტობუსი იმაში ჩაჯდნენ ერთი ჟიგული იყო მე მგონი კიდე ყავდა მაგას ერთი მანქანა იყო ზიადის მანქანა და მეორე იყო ჩემი მანქანა კიდე და ახლა დანგაძე იყო ჩემთან ერთად დანგაძე იყო ის და შუხრი აბზიანიძე და ის შავი ოქრო სამი დეპუტატი იყო დეპუტატები სამი დეპუტატი იყო ხოდა მე ბატონი ზიადი და ბესარიონ გუგუშვილი ბატონი ვდგავართ ერთად და ზიადმა თქვა ბატონ ბესარიონს უთხრა ბესო შენ ჩემთან დაждდებიო და პირველი შემთხვევა იყო მართლა მე რომ ზიადის მანქანაში არ ჩამჯდარო მაგრამ ზიადი ამას რომ ამბობს ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ მე ხო არ ჩამსვამ და ბესო იქით გადა ხო ლოგიკური იყო და მე უკან ჩავჯექი მანქანაში წინ ჩავჯექი ჩემს მანქანაში უკან ეს სამი დეპუტატი მეზეს და გავედით გაგვაცილეს ამათ გადმოვიარეთ იმის ხიდე ენგურის ხიდე და იქ მარცხნივ ენგურის წელს ავუყებით ძევით მარცხნივ კილომეტრ-ნახევარი არ ვიყავით წასული იქნებოდა დაახლოებით 3.5 2 და მანქანები გაჩერდა წინ მაგრამ ძალიან შორს არის ერთი 100 მეტრი არის და მოდის რობიზონ მარგველანი და მეუბნება რომ შემოყო თავი მე წინა მხარეზე ვარ და ისო პრეზიდენტმა თქვა რომ რიყის გადასახლებთან დამხსეს გურამ აფსანძეო გურამიო დახვდენო გურამიო და რიყის გადა 1 საათშიო მე ვთქვარი ჯო რიყის გადასახლები რაც გვინდა მეთქი აგერ მივდივართ მეთქი ერთად ღამის 3 საათია არავინ არა ჩვენს გარდა ღამის 3 საათი რა რიყის გადასახლები მეთქი და ამას უყვირე ვაგინე მაგრამ წავიდა წაიბუწმოდა ეს და წავიდნენ და ეს ბიჭები აქ არიან ახლა და ბიჭებს ხო ესმის კაცს ეს ყველაფერი და რა ვქნათ რომ მე ვთქვარი რა თქვენს გავაკეთოთ მეთქი და წავედით ჩვენ რიყისკენ? რიყის გადასახლებია, ხო? იქიდან შორს არ არის. და იმ წუთას ბატონო გურამ არ იყო საშუალება მარგველანის საეჭო იყო თუ როგორი ეს დავალება თუ რა არის ერთად როცა მიდიხართ და რიყეზე დამელოდე არ შეგეძლო დავუშვათ პირდაპირ პრეზიდენტთან მისვლა რომ რას ვაკეთებთ. კი, მაგრამ ჩემ თავს ვერ ვაგადრეს და ამას ვერ ვაგადრე მათ ხო ვარ რაღაცა. მე რა ვიცი შეიძლება პრეზიდენტმა მართლა უთხრამეთ მე არც მიფიქრია ეს მე გავიგე ციხეში რომ მოვხდი და მარგველანის ის რომ ნახე რა ქვია მიცემული ჩვენება მაშინ მივხვდი რომ რაც მოხდა იქ რითი მივხვდით ბატონო გურო ესე იგი ნახე მე ხო დამეჭერეს და მარგველანა საიდან იცოდა მე რომ დამიჭერდნენ მაგრამ მარგველანის ის ნახე დაწერილი ესე იგი მიცემული ჩვენება სადაც მარგველანი წერს რომ პრეზიდენტმა გვითხრაო ბიჭებო თქვენ კარგად ჭამეთო კარგად ივარჯიშეთო რომ მე თავს რომ მოვიკლავ მე კარგად დამარხოთო აი ეს სიტყვით ეს მარგველანს უწერია ხო მარგველანს უწერია და ეს ჩვენება სისხლის სამართლის საქმეში დევს და მე ეს ამოწერილი მაქვს და რომელი ტომია რომელი ის არის ეს ისე ხო არ ვლაპარაკობთ ეს მისი ნაწერი ავიღე და გამოვაქვეყნე იმ დროს ციხეში რომ ვიყავ ისე გამოვაქვეყნე და პირდაპირ დავწერე მე რომ ეს დაცვის ის არის მონაწილეობდა ამ კვლევაში თუ თვითონ არ მოუგლია თუ თავი მოვიკლა მაშინ მაინც დაცვის ბრალია თუ არა და თვითონ მონაწილეობდა დაცვის წევრები ვიღაცა შემოუშვეს და იმან მოგლა ყოველ შემთხვევაში დაცვა ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში მეთქი და ეს დავწერე და ამის შემდეგ იყო ჩემ წინამდე რო წავიდა მთელი აი რა წავიდა ის დავასრულოთ რიყეზე რა მოხდა და რიყეზე რომ მივედი ჩვენ აგერ 4 კაცი ვარ სადაც უნდა შეხვედროთ 1 საათი ვიყავით 2 საათი არავინ არ მოვიდა იქ შემდეგ ჩვენი ბიჭები ნახე პუშკინა ზედმეტ სახელი ქონდა პუშკინას ისინი მოდიოდნენ უკვე მეორე დღეს ჩვენ შეტევაზე უნდა გადავსულიყავით
ხო და მეუთხარი პრეზიდენტი არ არის, წადით თქვენ და დამატებით ინფორმაციას მოგაწვით მეთქი, სადაც იყავით, იქ დისლოცირება, იქ გააკეთეთ მეთქი, წამოვედი მე, უნდა გავაფრთხილო ახლა ხალხი რომ ესენი არ არიან, საწავიდა პრეზიდენტი აზზე არა ვარ, მაგრამ მე ვიცი რომ ის სვანეთში უნდა წასულიყო, მაგრამ მე ხო არ ვიცი ფაქტიურად, ის ნათქვამი ვიცი იმის, რა ქვია, მარგველა. ადგილი არ იცით სვანეთში სად და როგორ? წამოვედი, ბიჭები უნდა გავაფრთხილოთ, მოვედი შტაბთან, აქ დგას ცხონებული ირაკლი ჩხეიძე და ქოქო ვაჭიბერიძე და მათ უთხარი რაც მოხდა გააფრთხილეთ მეთქი ბიჭები გავაფრთხილეთ ყველაფერი და ამის შემდეგ ჩვენ წავედით პრეზიდენტს მოვძებდით მეთქი რამე ჩვენ წავედით ორუმში ერგეთაში იქ ტყებია და იქ გია მამფორიას სამეზობლოდ იქ ვიმალებოდით ჩვენ და მე გავუშვი ბევრი ხალხი მაგრამ არ მიიკარა, ესე იგი, არ მიუშვეს პრეზიდენტთან არავინ. ჩვენგან გაგზავნილი ხალხი ვერ მიდიოდა პრეზიდენტთან. ვერ მიდიოდა პრეზიდენტთან. ვერ მიაგეს. თქვენი აზრით ვინ იქნებოდა ხელისშემშლელი? ის დაცვა, მეტი არაფერი. გასაგებია. და მე ფიქრობ ახლა ვასკვნი ამას, რომ მე ჩამომაშორეს პრეზიდენტს. და მე მოხდა ის რაც მოხდა. მე რომ ჩამომაშორეს პრეზიდენტს, ამის შემდეგ 56 დღის შემდეგ მოკლეს პრეზიდენტი და გურამ ახსანძე რა კავშირში აქვს და მე რატომ მეძახიან რომ შემკვლელობაში მონაწილეობა მიიღო და რაღაცა გესმით? აი სასწაული რაღაცა ხდება და მე ბრალსდებ ამას. შეიძლება მე ხო არ მინახია ვინ გამოკრა ხელი, მაგრამ ამაში დაცვა რო ურევია და 100%-იანი რომ პრეზიდენტი მოკლული ამაში დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ იმას აიძულებდნენ რომ შეეთხზათ ისეთი ისა ინფორმაცია რომ პრეზიდენტი ემზადებოდა თავის მოსაკლავად. ეს დააწერია იმ მატყოვას. ანუ საბოლოოდ ბატონო გურამ იმ კითხვაზე პრეზიდენტმა თავი მოიკლა თუ მოკლეს ერთი სიტყვით თქვენი პასუხი როგორია? პრეზიდენტი მოკლეს. მადლობა დღევანდელი დღისთვის. სტუმრობისთვის ჩვენ კიდევ უფრო შემდეგ ცლად ვისაუბრებ და ერთ წუთში თუ გინდათ რამე ჩაატიოთ, რამე თუ გამოგჩათ, რამის თქმა გინდათ კითხვის გარეშეც ერთი წუთიც გვაქვს კიდევ დრო. მეგობრებო, ხედავ რომ ზოგიერთებს წინთ რაღაც ის რაც მოხდა საქართველოს გადარჩენისათვის რომ აღდგა კანონიერი ხელისუფლება კონსტიტუციური წესრიგი საქართველოში და თუ ვინმეს გაქვს რამე შეკითხვები ან ჩემს მიმართ როწერს ტყუილებს ინფორმაციას ავცელებს სასწაულებს ფაქტი დადონ. ფაქტი არ მინდა მოდით დავნიშნავ დღეს და მოდით ყველა კეთილი სრულებით ვინც მოდის ნაძირლები, სუკის აგენტები ყველა მოდით იქ და დამისვით შეკითხვა და მე გიპასუხებ და თუ ვერ გიპასუხებ მე წერეთ რაც გინდა ის არ მინდა თქვენზე ვწერო იმიტომ რომ არ ხარ თქვენ ღირსი იმისა რომ მე დრო დავხარჯო თქვენზე ვწერო ესმით და ნუ მაიძულებთ რომ მეც დავიწყო რაღაც ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ჩემს ხელთ არის, მაგრამ მე არ მიმაჩნია ეს კაცურ საქციელად, რომ ვიღაცაზე რაღაცა აი ეს არის და ეს არის და ეს გაავრცელო. თუ ვინმეს გსურთ, გთხოვთ პრესკონფერენციაზე, მოდით ყველა ერთად დავნიშნავ, გამოვაცხადებ მე მას, ხო და მოდით ძმაო და იქ ილაპარაკეთ რაც გინდათ. მაგრამ ტყუილი ინფორმაციის გავრცელებას მოეშვით. ქვეყნის გადარჩენისათვის ყველაფერს ვაკეთებ. თუ საჭირო გახდა, არჩევნებსაც დავნიშნავთ, მაგრამ ჩვენ გარანტირებული ვიქნებით, რომ ეროვნული ხელისუფლება მოვასწრაფოთ. მადლობა ბატონო გურამ. მადლობა დღევანდელი დღისთვის.